გამარჯობა. როგორც აღნიშნე 2 საათისათვის რომ დავპოსტე, მეგობრებო მოგიწოდებთ შევქნათ სამშობლოს დაცვის სახალხო მოძრაობა, ვინც მეთანხმებით თანხმობა დაწერეთ. დღეისათვის ახლა უკვე ამ დროისათვის რაღაც 51 ადამიანს აქვს გაკეთებული მოწონება. აი 2 საათზე დავპოსტე. ეს ცოტა არის რა თქმა უნდა. მე თქმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გააგებიეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს. ჩემს სამეგობროში რამდენი ადამიანია სულ 1884 მეგობარი მყავს. ასევე მთლიანად თქვენს მეგობრებს ჩემი მეგობრები და კიდე თქვენ მეგობრები ვიცა გყავთ ახლობლებია რა. ყველა მთელი ერი უნდა დავიროსნოთ უკვე სხვა გზა აღარ არსებობს რა, თორე ეს ჩემი ისა დიდი სიამოვნება არ არის, ახლა გამოვიდე და ეს მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ ეს იძულებითია ყველაფერი. მე ადრეს მქონდა ეს რგოლები გაკეთებული, თუ გახსოვთ. თებერვლის თვე იყო, მე მგონი იანვარი და თებერვალი იყო. არაფერი აღარ გამოვიდა რა, უფრო და უფრო რთულდება და რთულდება. 30 წელია ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფედი მთლიანად მთელი ერი რა. გახდა 5-10%-ის საჯიჯგნად მთელი ქვეყანა. დღეს უკვე ისეთ მდგომარეობაში მივედით, საერთოდ ჩიხში მიგვაყენეს უკვე რა. აგერ აი მთლიანად საქართველოს გულში, დიდი კოლხეთის გულში აგერ იმერეთს გვედავებიან, გადაკეტეს კაცო, ეგეთი რაღაცა არსად არ მოხდარა, დავწერე კიდევაც. გვედალოცულებო გერმანიის კედელი დაშალეს და აქ კოლხეთში აღმართეს ახლა კედელი. შეიძლება ეს იმისათვის თურმე საჭირო არის მთელი რიონის ხეობის შესყიდვა ერთი ხესისათვის, რას გვაძლევს ეს ხესი ჩვენ თითქმის არაფერს. ამ ხეს ამბობენ რომ ასე გაყიდიან და ეს ფული ის მოხმარდება მე ქართველ ერს, ასე გამასახნეს, აგერ გათხარეს მთლიანად, რა ქვია, ოქროს საბადოები რა, ვინმეს მოხმარდა, ქართველს მოხმარდა, ვინმეს ჩაულებ რიგით ადამიანს მოხმარდა, რა გაჭირვებაშიდაც ვიყავი წლების უკან, ვარეს გაჭირვებაში ვარ დღეს. შეხედეთ ერთი ბაზარში შევძანდით და ნახეთ. ზედზე რო არის საუბარი, ზედი კი არა, ზედის გარდა უამრავ პროდუქტებზე არის საშინლად აწეული ფასები. ორმაგი კი არა, უკვე 4 მაგი გახდა. და სექტემბრისათვის კაცმა არ იცის რა იქნება, კიდევ ალბათ უფრო დიდი უბედურება იქნება. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ. შენ მეგობრებო, თანამემამულნი, რომ აი სახალხო მოძრაობა შევქნათ. წმინდა სახალხო მოძრაობა. ის ადამიანები გავერთიანდეთ, მივიღოთ მონაწილეობა, რომლებიც არასოდეს არ ყოფილან არც ერთ პარტიაში და არც მეორე პარტიაში. საერთოდ რომ არანაირი ინტერესი არ გაგვჩენია. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი არის და ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან სხვადასხვა ჭრდილში. ეს მეცნიერი იქნება თუ რიგითი მეზოვე იქნება. აი ამ საშუალო ფენიდან უნდა შეიქმნას შემდეგ ჩამოყალიბდეს ხელისუფლება. თუ ხელისუფლება არ დათანხმდება ისეთ სულებს, რომელსაც დავგეგმავთ რა, მაშინ მას მოუწევს კაცო, უნდა წავიდეს. აბა ეს უარ შეიძლება ჩვენ ახლა წლების მანძილზე მთლიანად უყუროთ ისინი როგორ დიდრდებიან და როგორ ხატაკდება მთლიანად ჩვენი ერი და იძარცვება და აგერ უკვე დაიწყეს მიწების გაყიდვა და გასხვისება. ხო იყო აქამდე აკეთებდნენ შევარდნაძის პერიოდში გაიძარცვა მთლიანად საწარმოები. ერთი საწარმოც არ დარჩა საქართველოში, რო თქვა კაცმა, რომ აი თქვა რომ ერთი რაღაცა მუშაობს, ერთი ქარხანა მუშაობს, რამდენი ქარხანები და ფაბრიკები იყო, ერთი ქარხანაც არ არსებობს ესეთი. ერთიც არ დატოვეს რა. ეს ხო არ ვიგონებ, აბა მოვიდეს ვინმე და დამისახელოს, რომ ერთი ქარხანა მუშაობს. იმ ძველი საწარმოების თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა იყო საჭირო და არა დანგრევა და გაძარცვა და ჯიბეში მე ფულის ჩადება. როგორც გააკეთეს იქ შევარდნაძის მეგობრებმა და ახლობლებმა და იმ ნიჭიერებმა ასე რომ ამბობდა, რომ კაცო მე ჩემთან ნიჭიერი ხალხი არისო, მე მახსოვს მისი სიტყვები. განარჩენები თურმე ისე ყველა უნიჭო იყო და უცოდინარე იყო. მოკლედ სხვა გზა არ გამოდის რა, ეს სახალხო მოძრაობა რაღაცნაირად უნდა ჩამოვაყალიბოთ.
ამისათვის მე ვფიქრობ, რომ აი იმაში 18 აპრილს მაგერ დედაენის ძეგლთან შევიკრიბოთ 2 საათისათვის. შევქნათ გამგეობა, ავიჩიოთ გამგეობა და შევქნათ მე 10 კაციანი ჯგუფები, რომლებიც მთლიანად საქართველოს მასშტაბით, იქ კი არა მარტო ეხლა რო წავიდეს, ახლა მთელი საქართველო ჩავიდეს იმაში მაგალითად ქუთაისში და რიონის ხეობასთან დადგეს. არა, ეს არაფერს არ მისცემს კაცო. მთლიანად უნდა გამოვიდეს, მთელი ერი უნდა გამოვიდეს ახლა გარეთ და გამოხატოს პროტესტი. თორე იქ იტყვიან თუნდაც 1000, 10000 და 100000 კაცი რო გამოვიდეს, მე რა იტყვიან კაცო. აგერ მილიონი ადამიანი სახში იყო და ისინი ჩვენ არ გვეწინააღმდეგებოდა. ასეთი ის ექნება ემას ხელისუფალს. ეს გზა რო არ დაუტოვოთ ჩვენ მათ, მთლიანად უნდა გამოვიდეს მთელი ერი. აი ადრე კაცო ემაში სამაჯაბლოში ომი რომ მიმდინარეობდა და ბრძოლები იყო სამაჯაბლოში და აფხაზეთში და ნაწილი მაშინ მიდიოდა იქ აგერ თურქეთში და საბერძნეთში და რაღაცები ჭინჭები და მინჭები ჩამოქონდოდა და იმებს ყიდნენ კაცო. ეს არასწორი იყო. თუ შენ ტერიტორიაზე ხდება ეს ბრძოლა და მინდის ომი, ის ყველას უნდა ეხებოდეს. ნებისმიერ წერტილში სადაც ცხოვრობს ეს საქართველოს მაცხოვრებელი. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იმასაც ისევე უნდა შესკიოდეს გული. და რო არ შესკივათ, აი სახეზე ნათელია რა მივიღეთ. აი ასე ვფიქრობ მე რომ მთლიანად მთელი ერი უნდა იმას აქვთ ამოძრავდეთ. აქ უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, უკვე აზრი აღარ აქვს, უკვე დათმობა, სხვალე დაუთმოთ და ასე შემდეგ რა. პირდაპირ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ აი პარალელური ხელისუფლება, სახალხო მოძრაობა. ამათ არ გააჩნიათ უნარი, უნდა აუხსნათ, რომ არ შეწევთ ისა, ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები ვიყავს, მეცნიერები ვიყავს, უძლიერესი მეცნიერები ვიყავს. საგარეო საქმეთა მინისტრები გამოჩნდება, ეგ უნიჭიერესი ახალგაზრდობა, ძალიან განათლებულები, გონება გახსნილები, ძალიან ბევრია. თან დაკითხი ახალგაზრდობა მოდის, ახლა კი ამბობენ, რომ აი ესეთი ის არის პროგრამა და რაღაცა, მაგრამ ძალიან ბევრი არის დამერწმუნეთ, აგერ წლების მანძილზე 28 წელიწადია ვასწავლი და ძალიან კარგად ვიცი. როგორი განათლებული ადამიანები მოდიან, ბავშვები მოდიან, ბრწყინვალე ნიჭის პატრონები არიან რა. თავარია შენ ასწავლო და ცოდნა მისცე. რასაც აგერ თითქმის ძალავენ ახლა ეს ონლაინ იმებში, რეჟიმებში რო გადაყავთ, მაღაზიადაც უნდა იყოს მე საუბარი. მოკლედ ეს პირველი 10 კაციანი ჯგუფები აუცილებლად ჭირდება რესპუბლიკის მასშტაბით. ხალხი მომამსადო სახალხო მოძრაობისათვის. შემდეგ აგერ მიწერია კიდევაც ამოწერება ხელისუფლებას მოთხოვთ ყველა დოკუმენტის გამჭვირვალობა. ერმა უნდა იცოდეს რა ქონება გავიდა კერძო კომპანიების ხელში. აბა ესე ხო არ არის კაცო, ერთი მითხარით, ჩვენ რომელიმე სახელმწიფო მოგვცემს ახლა ჩვენ იმაში ესეთი მდინარე რო კონდეს მაგალითად თურქეთს აგაშენებინებს შენ ხელს და მთელ მდინარეს ესე შეგასყიდინებს? არ არსებობს ეგეთი, არც ირანი, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი. ვინ მოგცემს კაცო, ესეთი ისა 99 წლით, თითქმის საუკუნე, ერთი საუკუნეთ კაცო. 4 წლით მოსული ხელისუფლება ითხოვს, რომ ესე იგი ვიღაცას მისცე ერთი საუკუნე. ერთი საუკუნეთ გადასცენ მთელი ეს ხეობა. და აშენებენ თურმე იმას ხეს და ჩვენთვისაც იქნება მარგებელი. რამდენი ხესი არის ესე აშენებული და მე ზოგიერთი აჭარაში რო ააშენეს, კაცო, დაიშალა და დაინგრა. უთხრეს იქ მეცნიერებმა, რომ არ შეიძლება აქ ხესის აშენება, წამგებიანი იქნება და საერთოდ კატასტროფას გამოიწვია. ვინმე დაისაჯა, კაციშვილი არ დაისაჯა. იგივე მოხდა ყაზბეგშიდაც. დაისაჯა ვინმე, არავინ არ დაისაჯა. თუ ჩვენ აი ამ იმას დავთმობთ ეხლა რიონის ხეობას დავთმობთ ჩვენ ესე და წავალთ მე სახლებში და ეს ამას მიაფუჩეჩებენ რა. იგივე მდგომარეობა შეიძლება განმეორდეს ალაზანზე, შეიძლება არაგუზე, მტკვარზე, იორზე, ლიაღზე და ასე შემდეგ. 26,000 ის არის მდინარეა საქართველოში. ასე ჩამოყვებიან და ესა თითო მილიონერს ან მილიარდერს ექნება თავის საკუთარი ხესი.
ხან უნდა გაყიდის, უნდა გააქირავებს, მოკლედ იმისი იქნება რა, იმას წისქვილივით ექნებათ რა. და ჩვენ ეს მოსახლეობა დღითით უარეს მდგომარეობაში ჩავარდებით, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში, საერთოდ გაქრება ის ჯერ რა საშუალო ფენაა, გასო საშუალო ფენაზე სულს ღაფავს. ყველა ნორმალური სახელმწიფო დგას საშუალო ფენაზე. ის დავით აღმაშენებელი რომ მოყავს ჩვენ მაგალითად იგი თავადებზე კი არ იყო ის კაცი დამოკიდებული დიდი ბობოლა და ისეთ თავადებზე არა, თავადები ვინც პატრიოტები ყავდა იმაზე და აზნაურებზე. აი, აზნაურებიდან გლეხობა სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები, აი მათზე იყო, ეს იყო მისთვის საყრდენი. ზურგი იყო და გული იყო, საშუალო ფენა. მას დაეყო. იმიტომ იყო რომ ებწოდა იმ ბავშვებს და ეს გათავხედებული ზოგიერთი მას თავაც. რომელსაც ყველაფრის მოხვეტა უნდოდა და მას უნდოდა რომ ეჭამა და ესვა და დრო ეტარებინათ. მაგან დაღუპა ზუსტად საქართველო. ვინ ძლიერი ისა გამოდგა მართველი და წააგდებინა თავი, აი მაშინ არის საქართველოს ნორმალურ მდგომარეობაში. რაც გააკეთა გიორგი ბრწყინვალემ. აგერ შეძლების დაგვარად გააკეთა კიდევ ალექსანდრე დიდმა და აი მე-15 საუკუნის მერე თითქმის რა სამთელი საქართველოს ტირის რა. კი იყვნენ იქ მეფეები, მაგრამ ვეღარ შეძლებს ისეთი სიმძლავრით შეიქმნათ სახელმწიფო და გაერთიანებიათ, როგორც ახლა დავითმა შეძლო, თამარმა შეძლო და გიორგი ბრწყინვალემ შეძლო. მერე დანარჩენი სუბოდებაშია. სულ მოდის და ერთი ვაი ვიშია რა, სულ ბედურებაში ვართ რა. აგენ მე 200 წელი კიდე რუსეთი მოაჭდა და რაც ქონდა კიდე იქიდან გაანიავა იმ მეფის რუსეთმა და ის შეხება ეს ეკლესიებიც და რა ვიცი აი ძმასავით კი არა და აი მტერივით დაგვიდგა რა. აი ეგ იყო მაგათი ისა და დღესაც აი გავიდენ ვითომ და ეს ორი ბაზა მაინც აქვს შიგნით. ესეც კიდე როგორი საფრთხილოა ახლა ამას ამბობენ რომ ეს ისო ჰესიო ჰესი მაგ დიდად არაფერი შუაში არ არის, რამდენადაც ტერიტორიას ექცევა დიდი ყურადღება. აი ნახეთ თქვენ წლების უკან აქვს დაწერილი ასეთი ის იყო იდეოლოგია იყო მოგეთ ამერიკაში. წიგნიც აქვს დიდი საჭადრაკო და გამოცემული ბჟეზინსკი. აი ბჟეზინსკის პირდაპირ აქვს ის მთლიანად დახატული, დახაზული და დაწერილი როგორ უნდა აითვისონ ისა რუსეთი. აი ხო ზუსტად აი ისინი მიადნენ რუსეთს. იქ ახლა ომი დაიწყება ცოტა ხანში. უკვე მომზადებული აქვს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის. მეორე ცხელი წერტილი და აი ეს შემდეგ პერიმეტრზე მთლიანად აი აზიის სამხრეთით არ არის გამორიცხული რომ ეს ცხელი წერტილები შექმნა. იმიტომ რომ ძალიან დიდი კრახი განიცადა ახლო აღმოსავლეთში თვითონ აი დასავლურმა ანგლოსაქსონურმა იდეოლოგიამ. იქ უკვე თითქმის რუსეთმა თავისი ძლავრი ძალა აჩვენა და ჩვენ გვახსოვს რომ კასპიის ზღვიდან გემიდან როგორ გაუშვეს რაკეტები და როგორ დაეცა დაბომბეს იგლის ბაზები, სამხედრო ბაზები. რაც ერქვა იმას ხალიფატს. მოდა მე არანაირად არ მსურს და არც ნორმალურ არც ერთ ადამიანს და ნორმალურ არც ერთ ქართველს რა თქმა უნდა რომ ახლა პოლიგონად იქცეს, მაგრამ რაღაც ისეთი ელფერი უჩანს რომ აქ მე მგონია ხესი დანიშნულების იმდენი არ არის რამდენადაც მანდელება ერთ ხესი მე კი ჩადგან და რაღაცა ღმერთმა დაიფაროს ეგ არ უნდა დაუშვათ მაგრამ ეს გზა იქნება უკვე იმაში ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელი აქ კაცმა არ ვიცი ჩვენ რა ხალხი შემოვა რა შეიარაღება შემოვა რას გაიტანე როგორ გადავლენ იქვე არის მე ეს ჩრდილო კავკასია და იმ ჩრდილო კავკასიიდან უკვე დაიწყებენ უკვე რუსეთზე შეტევას არ არის ეს გამორიცხული ამას კარგად დააკვირდით ვისაც გონება გიჭრით ნახავთ როგორ მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში არ უნდა დაუშვათ არც ხეზე და საერთოდ ეს პოლიგონად რო ვაქციოთ ჩვენი მიწა-წყალი რაც უნდათ ის გააკეთონ მაგრამ პოლიგონად არაფრით არ შეიძლება ჩვენ პატარა ერი ვარ და შეიძლება 78 საათში 74 საათში ისე გაგასწორონ მიწასთან რომ აღარაფერი აღარ დარჩეს ისე დაბომბები წავიდეს
ზოგიერთს როგორია, აუ, ჩვენ დავეტაკები და რაღაცა ისა ფინეთი ხო ეომებოდაო იმას რუსეთსო. ფინეთი თუ ეომებოდა, ფინეთმა ბევრი ტერიტორიებიც დაკარგა და ფინეთს ზურგს უმაგრებდა მთლიანად დასავლეთი. აძლიერებდა ფულით, იარაღით და მე ფინეთს ყავდა იმ დროისათვის ძალიან გამჭრიახი მთავარსარდალი, დიდი მხედართმთავარი და მთლიანად მთელი ერი იყო მობილიზებული. მთელი ერი იყო მოწადინებული, რომ თავისი მამული დაეცვა და აქ მას ეკავს მომზადებული ვინმე? ამას მომზადება უნდა, ამას ჭირდება ეროვნული ხელისუფლება. აქ ჩვენთან ხელისუფლებები მოვიდნენ, ხალხს ძარცვავდნენ. იმას ფინეთის ხელისუფლებას თავის ხალხი არ უძარცვია. ისინი ამარაგებდნენ, იმათ ჰქონდათ რეზერვები ჰქონდათ. და ასე შეძლეს კბილები დაიცვეს თავისი მიწა-წყალი. აი მასე თუ იქნები, მე კიდევ საკითხავია. ან ისრაელი თუ იქნები, ახლა ისრაელი ერთი პატარა, ერთი იმერეთის ხელარი, მაგრამ უძლიერესი შეიარაღება აქვს. იმიტომ ეშინია ამის ყველას. თორე იქვე არის არაბების სამყარო და მეორე დღესვე შევარდებოდა იმაში ისრაელში. მაგრამ ყველა დაშინებული ყავს. იმიტომ ძლიერია თვითონ. თითოეული მოქალაქე იქცევა იგი ჯარისკაცად. ჩვენთან დავინახეთ როგორ გაიქცა თვითონ ეს ხელისუფალი 2008-ში. ამიტომ ჩვენ ჭირდება ძალიან გონივრული მუშაობა და ძალიან ფაქიზად გვჭირდება თვითონ ნაბიჯის გადადგმა. ამიტომ ეს სახალხო მოძრაობა ახლა არის დღეს უკვე წამალივით. სხვა გზა არ არის კაცო, ეს პარტიებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს. პარტიები არიან სუფთა კლანებივით რა. რამდენი 200 პარტია არის კაცო. ამდენი პარტია მე მგონი ჩინეთს არ აყავს, ამ ხელა სახელმწიფოა. რამის არის 2 მილიარდი გახდეს და რაღაცა მე მგონი 20 პარტიაზე მეტი არ ყავს იმას. ჩვენთან ახლა მილიონი, ახლა 2 მილიონი აღარა ვართ მე მგონია და 200 პარტიაზე მეტი არის. რა თუნდა აგერ დავწერე რას აგერ სადაა მივიდეთ იქამდე ნამახვან ჰესის მშენებლობას ასე გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს კი ბატონო ესა ჩვენ არ უნდა გავხდეთ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად ყველაფერი გავაკეთოთ ნამდვილი სახალხო პროფესიონალი ხელისუფლების შესაქმნელად რაოდენობით 90 კაცი მეტი არ ჭირდება იმას ასეთ პატარა სახელმწიფოს რა თუნდა 90 კაცზე მეტი პარლამენტში 90 კარგი ტვინიანი ადამიანი და გულიანი ადამიანი და ამ 90 კაცის კონტროლი. აი ეს უნდა მოვახდინოთ ჩვენ. აი სახალხო მოძრაობა, აი ვისაც შეუშვებთ ჩვენ იმაში პარლამენტში ძალიან მაღალ დონეზე მწოდნე, ძალიან მაგარი პროფესიონალები, აი მეცნიერულ დონეზე პროფესიონალები, თავისი საქმის, მაგარი დისციპლინირებული და მაგარი თავდადებულები. აი ესეთი ადამიანები. იმათ დაფინანსებაც უნდა მივცეთ ყველაფერი. აგარაკიც უნდა კონდეს, მანქანაც უნდა კონდეს, ყველაფერი უნდა კონდეს. მაგისათვის ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. ეს გამჭვირვალედ ეკნებათ მაგათა, ეს უნდა აუხსნათ ხალხს. ეკნებათ იმათმა მთელი ტვინი უნდა მიმართონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყონ საქართველოს მშენებლობა. და რაც შეიძლება, ესე იგი უძლიერესი ისა როგორ ვთქვა ახლა როგორ ჩამოვაყალიბო ძალიან სწრაფად მოგცეს შედეგები. მაღალი დონის შედეგები და რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ჩვენ თანამედროვე სტანდარტებზე. ეკონომიკაზე უნდა იყოს უდიდესი პრიორიტეტი გათვალისწინებული რა. ყველაფერი ეკონომიკისათვის. ეკონომიკა არის მძრავი, ასე რომ ვთქვათ, მძრავა, მოტორი არის სახელმწიფოს ამოქმედების. ეს ამდენი ხალხი რო არის წასული, უარი იქნება კაცო საუკუნეებით, უარი იქნებიან ვიღაცების იმების ხამის კოთნების მტარებლებად ეს ქალბატონები. გუთემდე შეიძლება რა გაძლება აქვს იმ ხალხს. ერთი ადამიანი არჩევს 5-6 სულს აქ. აი ეს ადამიანები უნდა ჩამოვუყანოთ, იმათ თავიანთი გამოცდილება ექნებათ უკვე დაგროვილი იქ საზღვარგარეთ რა ხდება, ის მოწესრიგებულია ეს სახელმწიფოები, საბერძნეთი გინდა, რა ვიცი, ესპანეთი გინდა, იტალია გინდა, საფრანგეთი, გერმანია, ის ხო შეეჩვიენ იმას დისციპლინას წესრიგს რა. ისინი თავისებურად შემოიტანენ და აქ ეს დისციპლინა უნდა ამოქმედდეს. აქ პირველი რიგში უნდა დადგეს კაცო ადამიანი რო დაჯდები იმაში მეტროში არ უნდა დაიწყო იმაში სკამის დაჭრა და განადგურება. მე აგერ ისა მაქვს
გვერდი გაკეთებული. ამას წინათ ნახე კაცო ახალი იმაში ავტობუსში მოჭრილი არის რა. ეს სახელო ხელსაკიდი არის მოჭრილი. გადავირიე კი ნახავთ რა. ახალ ჩამოყვანილი ავტობუსი. ამას მე შენ გეტყვი რა, ყოველ წუთში გამოგიცვლის ვინმე თუ რა, არ რატომ უნდა მოჭრა, ესეთი ველური როგორ უნდა იყო ადამიანი. შენ ჯდები იმ ავტობუსში, შენთვის არის სასარგებლო. აი ამებს ყველაფერს მოწესრიგება უნდა და არ აწესრიგებს ეს მთავრობა, არც წინა მთავრობა, არც იმის წინა მთავრობა. აი წლები გავიდა. რამდენი წელიწადია რომ ასე მდგომარეობაში ვართ. მეტის მოთმენა არაფრით არ შეიძლება. აი მთავრობაში უნდა იყვნენ მეცნიერები, ანუ თავისი საქმის უბადლო სპეციალისტები. არ შეიძლება იქ მიიყვანო ეს ადამიანი, რომელმაც ახლა ისა კარგად იცის ყავის მოდუღება, კაცო. ესეთი მინისტრები რო ყავდა დაყენებული იქ. ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ეს ნეპოტიზმი საერთოდ უნდა გაქრეს. კაპიტალისტური სამყარო ესეთია. იქ არ იცის იმ კაპიტალისტია, თავი ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ასე შემდეგ. იმათაც უყვართ, კაცო, ეს იტალიელებს ერთმანეთი უყვართ, ბერძნებსაც ერთმანეთი უყვართ, თურქებს უყვართ ერთმანეთი. აგერ თურქეთი იმ ათათურქმა რა აყვავს. ხეთების ურემი დადიოდა, ბობლები რო ქონდა, ხეთებს ურემი, აი ესეთი იმით დადიოდნენ და შეხედეთ ახლა რა მდგომარეობაშია, როგორ არის აყვავებული. აბა ჩვენ თუ ესე იგი ხელისუფლებაში ადამიანი მოვადა მთელ თავის ნათესაობას, აუ ჭურმე შენ გეხუტუნე, შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი ის ხარ, ჩემი ეს ხარ, აუ ესე მასე არაფერი არ გამოვა, კაცო. ასე რო იყოს მერსედესის გარხანაში და სიმენსის გარხანაში და BMW-ს გარხანაში და აუ ბიჭო გუშინ მე იცი რა კაცო ნაბახურსები ვარ და დღეს ვერ მოვარ სამსახურში. ეგრე არ არის. ეგრე არ აშენდება ნორმალური სახელმწიფო. ესეთ იმას საბჭო რაღაცებს უნდა დაემშვიდობოს ეს ხალხი. ეგ დამთავრდა ეგ დრო. იმუშავებ ახლა გექნება ხელფასი. არ იმუშავებ კარგად. ეს უნდა დავამთავროთ ჩვენ ეს დაღლიდობა და ეს მამაძაღლობები, ეს ისა გადმონაშთი, ეს საბჭოთა კავშირის. ეს ძველბიჭური გაგება, ეს ქუჩური გაგება, ეს არის სუფთა ქუჩური გაგება, ხულიგნური გაგება. ქურდულიც არ არის, ხულიგნური გაგება აქვს ახლა. მე ესე მინდა და იმას იქ ავაშენებინებ, იმას გაყიდი რა, შენი ისა კოსტუმი ხო არ არის, კაცო, გაყიდი, რას ქვი, გაყიდი. ამაზე ჩემა წინაპარმა, მთელი ერის წინაპარმა სისხლი და დაანთხია, იბრძოდა. იქ მათი ძვლები არის, კაცო, და ჩამარხული ამიწაში. შენ მოდიხარ და აძლევ იმაში შვაგულში აგერ, აი საქართველოს შვაგულში რა. ესე ჭრი და დააყენეს ისა რა ქვია, ბარიერი, კაცო, რკინის ისა ღობები გააკეთეს. და ხალხს თავის იმაში სახში არ უშვებენ. ესეთი რაღაცა სად მოხდა რა, ესეთი რაღაცა სად გაუკეთებია. ხელისუფალს რატომ უნდა გეშინოდე შენი საკუთარი ხალხის? შენ თუ მართალი ხარ. ესე იგი არ ხარ მართალი. თუ მართალი ხარ, გამოდი და უთხარი იმ ადამიანს, კაცო. გადაჭერი დიპლომატიური გზით ყველა საკითხი. ესე იგი არ ხარ მართალი რა, ტყვანი ხარ. და ჩვენ უნდა ვითმინოთ ეს წლების მანძილზე რა. ხვალ კიდე ხო უფრო უარეს გააკეთე. შეიძლება საერთოდ რაღაც სიგიჟე მოიმოქმედო. შეიძლება თქვა, რომ კაცო აგერ 400 წელი თბილისში ის არაბები იჯდნენ და ჩვენი ძმები არიანო და აბა მოდიო და მაგათ გადავცეთ მართლობა ერთი 50 წლით ისინი იყვნენ მართლებიო. ან იმანი რომ ვაკეთა პირველი ამის წინ ხელისუფლება რო იყო ეს აეროპორტი თურქებს უვალთ კიდე 59 წლით. რატომ უნდა კონდეს ჩემს სამშობლოში 59 წლით თურქს ის აეროპორტი? ან რაც სიმჭირდება ეგეთი ინვესტიციები, რა უჩემებია და ეს ინვესტორი შემოუყვანა და ინვესტორი. აგერ რამდენი მილიონერი გვყავს ჩვენ. და მილიარდელი გვყავს ქართველი. ქართველმა აშენოს, ქართველმა გააკეთოს, ქართველმა აშენოს გაყარა და ფაბრიკა. ის არ ჯობია, კაცო? იგი მუშაობს აგერ ჩვენი ხალხი. ან შევარდნაძის დროს, კაცო, ეს ფულები რო აიღეთ, დაჭერეთ ეს ქარხნები, ფაბრიკები, დალოცულებო ერთ ქარხანა და ფაბრიკა აგეშენებიათ, კაცო. ეს ხალხი კი არ გაიქცეოდა იქ საზღვარგარეთ და შეც იქნებოდი, მაგრამ არა, მე ეს დაფიქრებული ვარ, მაგ იმაზე ვიფიქრე, მაგრამ როგორ რაღაცა არის. იმას ჭირდება შრომა.
ტვინი ჭირდება, აზროვნება ჭირდება, დახარჯვა ჭირდება, გონების მობილიზება ჭირდება. იმას ხო უნდა მე ყველაფრის გაკეთება და გაიტანო და გაყიდო. აი წავიდნენ, მოურიგდნენ ვიღაც კომპანიებს საზღვარგარეთ. იყიდიან იქ დარე ხარისხის რაღაცა, მოდი კაცო საქართველოში მაინც საყდება და მეტი აბა. ავყიდოთ და აგერ ფული გვექნება ჩადებული ჯიბეში. რაც უნდა იმას აზროვნება, ეხლა ადრე სპეკულიანტებს დაძებდა შევარდნაძე. მე ყველაზე დიდი სპეკულიანტი თვითონ გახდა. ჩემ დროს, ჩემ ბავშვობის დროს, აუ ეს სპეკულიანტია, ჯინსებს რო ყიდნენ ესენი ხალხი არა, იმებს დაძებდა და იჭერდა. ციხეში ყრიდა. სპეკულიანტები არიან, საიდან აქვს ეს სუპერები და ლევისები და ეს ვრანგლერები რო შემოდიოდა, აი დაძებდა ხოლმე და იჭერდა. მე თლიანად კარი გაუღვა, და მეტი რაც გინდათ ის გაკეთეთ, როგორც გინდათ ის გაკეთეთ, დაშალ აგერ გაფრნებით ფაბრიკები და ჯართათაქცია რამდენი გვაყარ. და ზოგიერთმა ბრიყმა აი ესეთ ველურსა, ესეთ მტარვალს, ესეთ ნადიშახს, რაც შევარდნაძე იყო, იმას დაარქვა ისა დიდი პოლიტიკოსი. აი იმის საქმეს აგრძელებენ ესენი. ზუსტად იქ დაწყებული არის რაც ჩვენ ეხლა დღეს ჭირი გვჭირს. იქ ჩადო იმ შევარდნაძე. აი რა მოუვიდა ეროვნული ხელისუფლებით დარღვევით და ჩამოუგდებით და განადგურებით თელერს. აი რა დღეშიდაც დღეს ვართ. აი ზუსტად მაშინ რო უხარო და დიდი პოლიტიკოსი მოვიდაო და სამ თვეში ამერიკული საქართველო გვექნებაო. აი იმას ვიმკვით დღეს. აი უბედურება სად იყო მაშინ დათესილი. აი ეხლა დავიწყეთ მისი მომკვა. მოკლედ ცოტა ემოციური გამომივიდა, მაგრამ სხვაგან არ გამოდის. მოგვე აი მეც ამბობს რა იტყვია მოთბილების ისა ფიალა არ შეიძლება რა რამდენი უნდა უყურო. სუსიცრუი ამდენი სიცრუე ვიჯო აი galaktikaiks ამათი ტყუილებით რა. აი აღშენებენ და აი დემოკრატიული საქართველო და ეს შეგზიზღდება ადამიანს სიტყვა დემოკრატია რა. იმდენი აი ადრე იყო კომუნისტურ საქართველოს აშენებდნენ და საბჭოთა კავშირი და კომუნისტში შევდივარ და არიქა დღეს არა უკვე ხვალე რო ისა გათენდება უკვე კომუნისტში ვიქნები და მე ზიზღებოდა რა მოკლედ ტელევიზორს ჩათავდი. ანუ სულ ბრძოლაზე იყო. კინოები, ტანკი გამოდიოდა, ტანკი და მე ეს იყო მეჩაიე ქალი და ტრაქტორი. ეხლა ისინი მოაშორეს, ეხლა შოუები, ვიღაცები გამოდიან, ერთი პარტია გამოვა აქედან, მეორე პარტია გამოვა, ერთი პარტიის წარმომადგენელი აგინებს მე უფრო მაგარი დემოკრატია, მე ის გამოვა, არა ბიჭო, მე უფრო მაგარი ვარ და 30 წელიწადი მიდის გაუთავებელი, ეხლა ებრწიან ერთმანეთს რომელი უფრო მეტი დემოკრატია რა. აღარ გვინდა ბატონო არც თქვენი დემოკრატია, აღარც თქვენი კომუნიზმი. ჩვეულებრივი ნორმალური ცხოვრება გვინდა განვითარდეს, უნდა მეცნიერება, კულტურა, სპორტი უნდა განვითარდეს. ჯანსაღი უნდა გახდეს ადამიანის ცხოვრება. დაასვენეთ ეს ხალხი, კაცო, დაიღალა რა. ამისათვის საჭიროა ქარხნები, ფაბრიკები, მრეწველობის ამოქმედება, სოფლის მეურნეობის ამოქმედება. ეს ამოქმედებს მე მეცნიერებასაც, სპორტსაც და კულტურასაც. იქ არის ყველაზე დიდი კულტურა განვითარებული, რო გადაავალო მთელ ისტორიას. რა შექმნა გასო ის ეგვიპტე რა, ესე ისა ცაში კი არ იყურებოდნენ ესენი, რა ქვია, ტუტანხამონი და დანარჩენი ესენი ფარაონები არიქა ახლა და ესე აშენდებაო. ეკონომიკა ქონდა თუ ძლიერესი, გასო. უძლიერესი იყო. იგივე იყო იტალია, იგივე იყო საბერძნეთი, იგივე იყო ძველი ირანი, რა კულტურის მატარებელია ირანი. იგივე იყო ჩინეთი, ძველი ინდოეთი. ყველას ჰქონდა უძლიერესი ეკონომიკა. საქართველოში რო აყვავდა ეს დავით აღმაშენების თამარის დროს, ეკონომიკა იყო, ეკონომიკაზე დადგა ყველაფერი. განიავ ეს ყველაფერი. წიწიბურა ისიც შემოაქვთ რუსეთიდან და ინდოეთიდან. შეიძლება წიწიბურა ვეღარ დათესო, ან პურის მარცვლეული კაცო ჩვენ რამდენი ჯიში არის. მომრავია დათესე რა შედალოცილო რა ჯავახეთში აიღე და დათესე, მესხეთში აიღე, კახეთში აიღე დათესე.
მარტო ღვინის ქვეყანა კი არ ვიყავით კაცო რა ღვინო აუჩემებია ღვინო კაია კაცო ღვინის გარდა სხვა კულტურები არ ქონდა ჩვენ ხელოვნება აიღე ჩაკეტეს რა ხელოვნება რა ერთ ტელევიზორ ჩართავ ერთი რომელ მხატვარს აჩვენებენ აღარ არის აი ეს მუსიკოსები რო იყო კაპელა რო გამოდიოდა საერთოდ მოსპეს ეს კლასიკა საერთოდ იმას აქნეს რა წაშალეს ჩვენ უნდა ავშენოთ აკადემიური კლასიკური სახელმწიფო უნდა შევქმნათ ჩვენ არისტოკრატიული სახელმწიფო უნდა შევქმნათ უძლიერესი რადგანაც პატარა ერი ხარ და რომ გაიტანო შენი თავი მოეწონო ვიღაცა შენ უნდა იყო ძალიან მაღალი ზნეობის მორალის კულტურის მატარებელი ცოდნის გამშუქებელი შენი ცოდნით უნდა გაიტანო ყველაფერი და არა ვიღაცა იმის შევარდნაძე იყო დიდი პოლიტიკოსი არა ეს იყო ჩვენი კულტურით უნდა გავიდეთ მუსიკით მხატვრობით უნდა მეცნიერებით უნდა გავიდეთ ჩვენ ისეთი მეცნიერები დაგლიჩენ ყველაფერს კაცო უძლიერესი მეცნიერები ყავს ყველა ყავთ ჩრდილში არავის არ აშუქებენ აი ამიტომა სახალხო მოძრაობა საჭირო აუცილებელი წამალივით ჰაერივით ჭირდება უკვე ჟანგბადი ჭირდება აი ამისი ფეხზე დავაყენოთ მომავალმა ახალ ესა თავობამ აი ამ სიკეთებით უნდა გაიზარდოს უნდა უყურებდეს სკოლებში უნდა იყოს მათი სურათები გამოკრული ადრე სკოლაში რო დავდიოდი მე 51 სკოლაში ვსწავლობდი ფილარმონიის პირდაპირ გალაქტიონ დაბიძის სახელით ეხლა იმან რო დაამსგავსა სააკაშვილმა ეხლა კონსერვის კილას რო დაამსგავსა გასო წარწერაც არა გზედ რო ეს გალაქტიონ დაბიძის სახელობის არის 51 საჯარო მიაწერა საჯარო არა ბატონო საშუალო უნდა იყოს იქ არაფერი არ იყო იმაში საბჭოთა კავშირის დროს ის საშუალო ეწოდა ეს იგი საშუალო ცოდნას აძლევდა საშუალო კლასის იგი სწავლობდა მათემატიკას საშუალო დონეზე ქართულიც და ყველაფერი საშუალო დონეზე ქონდა და მე გაგეგრძელები უმაღლესში მაგრამ დღეს უმაღლესები არის ის საშუალო რო იყო იმაზე უფრო ქვევით ადრე წინარგოლებში დაცამა ნათქვამი აკადემიაში კაცო ერთი გამოცდა ბარდება ეხლა მისაღებზე ერთი გამოცდა გაგიჟდები რაღაცი რა ერთი გამოცდით მე ზაქროკარაძაშვილმა პენორთა სასახლეში მივიღო ნატურმორტი არის ჩასაბარებელი აი ეს გააკეთე ეს რეფორმები ჩაატარეს ამ წლების მანძილზე ამ შმაკებმა ამ უბედურებმა თავიანთი შვილებისათვის შვილიშვილებისათვის საწყევარს რო იხდიან რა კაი შენ მოხვეტე დღეს ყველაფერი ხვალ ზეგე შენ შვილმა შვილიშვილმა ხო გინდა რომ გამოვიდეს რა უნდა თქვას აი ბაბუა ესეთი გათახსირებული რო ეყოლები მამა და ისა ამაზე არ გიფიქრიათ საერთოდ მარტო ის ხო არა ფული საწაიღებ ბიჭო მაკედონელებმა თქვა კაცო აი დასაფლავების დროს არის ამ ის შესაძლებელი ცნობები აი ხო ხედავთ ცარიელი ხელებით მივდივარ და ყველა საცნობეთო რა ვერაფერი ვერ წავიხილო კაცმა თითქმის მთელი სოფლიო დაიპყრო აგე ინდოეთის ნახევარი მოხსნა თითქმის მივიდა იმ დასკვნამდე ახალგაზრდა კაცი იყო მივიდა იმ დასკვნამდე მიწაში ვერ წაიღებს რაც არ უნდა მილიონები მილიარდები ტრილიონები რო გქონდეთ ტრილიონი იმისათვის უნდა გინდოდა რომ შენი ქვეყანა ააშენო და შენს გვერდზე მყოფი ადამიანი იყოს ბედნიერი იმას კი არ უნდა შუდე შენ კი არ უნდა ზუდე ისიც უნდა იყოს ბედნიერი ისედაც არა დედამიწაზე ბედნიერება რა ბედნიერება დედამიწაზე სულ ბევრი ფული ქონდეს ხო შეიძლება რაღაცა სიმსივნე ქონდეს ადამიანს არის ბედნიერი ის ადამიანი რჩება ვერ რჩებია ან სიკვდილი ხო არ ჩენს ვინმე უკტავები ხო არ ახართ აბა გარდაცვალების თქვენაერად სულებს მაინც არ ესვის არაფერი ამიტომ აი ესეთ სახელმწიფო უნდა შევქმნათ ჩვენ კლასიკური სახელმწიფო უნდა შევქმნათ უძლიერესი აი კავკასიის გული უნდა იყოს მაჩვენებელი უნდა იყოს ეს უნდა იყოს აი დიდი ჩირაღდანი უნდა იყოს ცოდნის კულტურის მეცნიერების განათლების სპორტის კაი ვაჟკაცობის კაი რაინდობის ისეთი რომ სამაგალითო უნდა იყოს ასეთი იყო ადრე კავკასია აი კავკასიელი ისინი სხვა ხალხები უყურებდნენ კაცო ყაბარდოელები ოსები ჩეჩნები ჩერქეზები რა ქვია ინგუშები დაღესტნელები ეს იყო ამომავალი მზე იყო მათთვის
დღეს რა უნდა შეხედონ? აი რითი უნდა დაიმსახურო მათი პატივისცემა? არაფერით. დღეს რა მდგომარეობაში ხარ? დაჩაჩანაკებული, გამათხოვრებული, შენ მამულს ვერ იცავ რა. ყველა არის მივსტარი ამ იმას კომპიუტერს. აქედან არიან მაგარი ვებქობი და ვაშკაცები რა. აი ეს უნდა მოხსნათ რა, ერთხელ და სამუდამოდ. და უნდა უთხრათ ამ ხელისუფლებას არ შეგწევს ძალა, უნარი, ვერ განავითარებ. წადი ბატონო რა. არის აგე უამრავი ადამიანი არის კაცო და მოიყვანოთ ის ხალხი. ის 90 კაცის არჩევას რაღა უნდა ამ ქვეყანაში. სახალხო გადავამოწმოთ ეს ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან არც ერთ პარტიაში. არ არიან პარტიულები. არიან თავისი საქმის სპეციალისტები. და გვერდზე მთლიანად მთელი არმადა ყავდეს მაკონტროლებელი, ისე კი არ შეუშვათ ის ხალხი. მაკონტროლებელი აპარატი. აბა ესე რამდენი შეუშვით, იმდენი მთელი ერი დაზარალდა. გაიყიდა ეს მიწები, კორპუსები აშენდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა აშენებულიყო. მთელი ეს რეკრეაციული ზონები საერთოდ მომსპარია. მთელი აი ბუნება მოსპეს კაცო. ტროტუარები აღარ დატოვეს ქალაქში. სტუმთლიანად ესე იგი ტროტუარზე არის სახლები აშენებული. აი იმას გადახედეთ რა უბედურებაა კაცო. კლდეები მოჭრეს. მე მოშვალდა იქიდან. მეწყესაში ზონები შექმნეს. მე თბილისი იმყოფება ესეთ ქვაბშია. აქეთ ზუსმთა არის, აქეთ თაცმინდა და ისე, აქეთ კიდე ლოდგინი გაქვს, აი ესეთ ქვაბშია თითქოს. განიავება აღარ აქვს. ისედაც მწირი განიავება იყო. იმ საბჭოთა კავშირის დროს კაცო ის გამწვანება და ისენი რო იყო. ეხლა საერთოდ გადაიკეტა. ნახეთ რა დღეშია ეს ისა. საბურთალოზე აგე მტკვრის იმას რო გაყვები, ადრე გაზაფხული რო იყო ეს კინოთეატრი. იმის იქეთ სულ ჩაიხერდა ბეტონის საფარია პირდაპირ რა. მაშინ ხედები იყო იმას ხედავდი კაცო იმას დაწმინდის მთებს ხედავდი. იქიც კიდე რა გააკეთეს აგერებას გმირთა მოედანზედაც კიდე უბედურებაა ეს რაღაცა ხვეული ისენია ვითომ ის გზისათვის რაღაცა ეს შეღავათები და რაღაცა თარიღი შეღავათები არ არის და მე ეს თავისუფლების მოედანზე სასტუმროები ამხელა სასტუმროები გააკეთებს ხედები აღარ აქვს დაუკარგეს. გადით ყველაფერი მოსვეს რა ძველი კემბრიელი რაც იყო იმას იდებოდა რესტავრაცია და არა რეკონსტრუქცია. ამათმა დაიწყეს ახალი შეტანა ახალი სხეულების. ახალი სხეულები რო შეგაქ უნდა იყოს მორგებული იმ ძველ უბანში თუ აკეთებ მანდა მაინც. და სპეციალისტი უნდა მიიყვანო. იქ ყავის მომდუღებელი კი არ უნდა გიწყვეტდეს იქ საქმეს. შენი ახლობელი კი არ უნდა იყოს. მოდი აქ რაღაცა ხო მოდი ესე გავაკეთოთ. ეს სახლებიც როგორ არის კაცო ეს არქიტექტურების აშენებულია რას გავს ეს ფანერებია რაღაცა უბედურება შენობას ფასადები არ აქვს შენობებს არ აქვს ფასადები ერთი შენობა არ მოგეწონება ქალაქში მე საბჭოთა კავშირის დროს რო იყო ეს გზანი და ისინი ვარკეტილი აშენებული ერთი სული მქონდა ერთი ნორმალური ხელისუფლება რო იქნება კაი ეროვნული ხელისუფლება ესენი სულ ყველაფერი უნდა მოხსნა დაშალო და ხალხს მისცე ნორმალური კარგი შენობები და იმაში იცხოვრონ ადამიანები ამათმა იმათზე უარესი გააკეთეს. ისინი თურმე უფრო ხარისხიანები არიან. ის ხრუშოვკები რო არის. 25 წელზე ქონია თურმე გათვალისწინებული და რამდენი წელია იმის მერე კაცო რო გაძლეს იმათ ეს შენობები გაძლებენ. აგერ საბურთალოზე ის კარი რო იყო ის კედელი გადმოიქცა. იმაში თვითონ აჩვენეს ტელევიზიით. აბა ერთ ციფრიფანა იმას კედელს აკეთებენ. რებროზი არის მეგონი აყვანილი კედელი. ასეთი ესე უგულო ხელისუფლებების ხელში ვართ რა წლების მანძილზე საერთოდ არ ანახულებთ ესე მოვლენ იქა და ისია გაკეთებული ადრე მახსოვს ხოლმე აი გურიაში ეს რომ უნდა კაი ადგილას რომ უნდა კაცო ისა კაცი რო ყოფილიყო და რაღაცა სულ ამბობდნენ რომ აი ესო ჩაის მწონავად ისო დავნიშნოთ რაღაცა კაიფუს გააკეთებსო ეთყობა აი ამ დონის ხალხი ყავთ იქ არჩეული კაცო რასაც უნდა იმას აშენებენ რა არავით არ დაგეგმარება მოსპარია რა ქალაქის დაგეგმარება არ არსებობს ხომ და იყოს ერთი წლიანი დაგეგმარება 2 3 4 მოკლევადიანი საშუალოვადიანი გრძელვადიანი როგორ უნდა დაგეგმარდეს გას
ეგ იგივეა ახლა ისა მოქანდაკე კარკასის გარეშე შექმნას და იფიქროს ქანდაკებას. ხო დაიშლება ეს. ისე დაიშლება ეს ხუხულასავით იქნება. სპორტის სასახლე ხო საერთოდ მოსწრეს. იმის გვერდზე მიმდებარე ტერიტორია. აი რამდენი რაღაცებია ამ ხელისუფლებებს ესე გაკეთებული. მარტო ნამახვანი კი არ იყო. აი ამებზე საერთოდ უნდა ამოგვეღო ჩვენ პერიოდულად ხმა. აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. ეხლა პირდაპირ და გულში დაარტყეს რა. პირდაპირ გეუბნებიან, მე ესე მინდა და ესე გავაკეთებ რა. ჩვენ ესე უნდა გავატანინოთ. თორემ აი ხვალე ზეგე უკვე თბილისზე იტყვია, მე გეუბნებით. თბილისზე იტყვია, ნუ მე ნახევარი იმის არაბებს მივცემთო. არ არის გამორიცხული. ისე არაბები ჩამოვლენ და აი იგრიალებენ აქ. შეიხე იმ ხელაფული აქ ერთ შეიხს შეუძლია მთელი თბილისი იყიდო, მთელი საქართველო ჩაიდო ჯიბეში. ასე თუ ამათ იმას ახლეს გასხვის ეს 90 წლით და 200 წლით რა. ერთ შეიხს შეუძლია მაშინ მთელი თბილისი და აღმოსავლეთ საქართველო იყიდოს. ეგ კი არა იმას შეუძლია აზერბაიჯანს შეუძლია ისედაც გვედავება თურმე აგ მთელი არაგვის ხეობას გვედავება ახლა. მთელი კახეთი და ესა ჩვენია უგას. ალბანელები ჩვენ ვიყავით. აქედან სომხეთი, იქიდან რუსეთი, იქით მე გვქვევით კიდე ისა თურქეთი. ეხლა რამდენი ის არის დაინტერესებული მხარე. ეხლა ჩამოგითვლით მე. დიდი დაინტერესებული მხარე. ეს რუსეთი, ევროკავშირი მთლიანად, ამერიკა, თურქეთი, არაბეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი. აი ნახეთ რამდენი დაინტერესებული მხარია. ეს კარგი ტორტის ნაჭერივით არის ჩვენი სამშობლო რა. გქონდეთ მათ. იყიდიან თავისუფლად იყიდიან თუ ასეთი ხელისუფლებები ჩვენ გვეყოლება. ჩვენი აღარაფერი აღარ იქნება, ხალხის აღარაფერი აღარ იქნება. იმიტომ ამბობ ჩემო თავანა მემამულენო დებო და ძმებო უსავალესო ადამიანებო დროზე უნდა დავდგეთ. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. როგორც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ გააერთიანა, მაშინ საქართველოს და ერთ მუშტად იყო. ქვეყანა იგივე გჭირდება დღესაც, უფრო მეტი დოზით გჭირდება. ეხლა არამც და არამც, ეხლა უკვე მთლიანად აი რამდენ მაშინ თუ ერთი რუსეთი იყო, ახლა რამდენი სახელმწიფო დავთვალე და რამდენი კერძო კომპანია და ესე რამდენი ვიღაცას მოუდება, მოდი აღარ ერთი თუ გაუვიდათ ეს ეხლა იმას აკრას. ენკამ თუ იმას შეიცინა, მე სხვების გამჩნდებიან კაცო. მე იტყვიან რა ძმაო აგერ აი იმაზე მინდა, არაგზე მინდა ავაშენო. მე იტყვის იმაზე ალაზანზე, იორზე იტყვის და ასე შემდეგ რა. ეს წავა ეს დომინოს პრინციპით წავა, მოედება ყველას და ყველაფერს. ასე რომ შევიკრიბოთ რა ვიცი, ჩემი თხოვნა არის, რა სხვა გზა არ არის. თუ თქვენ უკეთესი იცით და უკეთესი იდეები გექნებათ, მე იქ ჩამოვყალიბდეთ და დაგეთანხმებით. ჩემი ის კი არ არის, გინდა თუ არა ასე მოვიქცეთ და რაღაცა. იქ შევიკრიბოთ. ის ადამიანებიც მოვძებნოთ, ვინც იტვირთავს, მოკლედ, ვისაც შეუძლია, ვინც სპეციალისტი იქნება, მოკლედ, აი ეკონომიკის დარგში ვინ იქნება, სტრატეგიული სფეროში ვინ იქნება, სოციალურში, ეკონომიურში, განათლებაში, რა ხდება განათლებაში. მე მაგალითად აკადემიაში და მაშინ 1-2 რაღაცა სიტყვა შემიძლია თქვა 28 წელიწადია ბავშვებთან ურთიერთობა მაქვს და ეს პროგრამები და ესენი რო გააფუჭებს და გაანადგურეს და გადაყარეს იმის შესახებ ვისაუბრებ. აკადემიაში რა გააკეთეს კაცო 6 სპეციალობა ბარდებოდა და ერთ ზიად ჩამოყვანილი და საერთოდ ცოდნის დონე არის ნული გახდა რა. ხო უყურებ, ხო ვაკვირდები. ხო მიდიან ახლა ჩემი მოსწავლეები იქ შედიან და სწავლა არის ნული რა. მოთხოვნილება აღარ არის. ნატურებზე აღარ ამუშავებენ. შემაჯამებელი დიპლომს არავინ არ ეთხოვს ნაშრომში. აღარ ზრუნავს ეს სტუდენტი. აღარ არის ეს განწყობა, თვითონ ეს არ აწყობს თვითონ იმას სასწავლებას. არ უქმნის ამ განწყობას. აი ამის შესახებ, ყველაფრის შესახებ ჩვენ უნდა ვისაუბროთ. აბა ჩვენ უკვე ეს
მომავალს გვიშლიან რა. ხვალ ეხლა შეიძლება თბილისიც აღარ გქონდეს ჩვენ. ასე ჩამოჭრა და ესე გააჩუქო რა. თავისიანთი ისა პიჯაკი და ეს ფანქარი ხო არ არის. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი, წინა გიორგი ფარავდეს, თავარანგელოზი და ღვთისმშობელი ფარავდეს და ღმერთი დაგვირგვინდეს, კაცო. მათვისაც კარგი იქნება, კაცო, ხო უნდა მოვიდნენ აზე, მათაც ხო ყავთ რა შვილები, შვილიშვილები, კაცო. რატომ უნდა შეიქმნას საწყევარი საქმე ამ ადამიანებმა, კაცო. ვისაც ეს გასხვისება უნდა. შეწყო ხარ დალოცილო ქართველია რა, კაცო, ხო უნდა იაზროვნა რა. ამ მიწამ ამ სამშობლო გაგზარდა და ხო უნდა კონდეს 2 გრამი ისა ჭკუა თავში. რასაკეთე მომავლისათვის რა. დღეს გასხდომაზე ხო არ არის საქმე რა. ეს რო არ ყოფილიყო ის პრივატიზაცია და რაღაცა უბედურება, ყველა გადანაწილებოდა ესე თანაბრად და ყველა ვიქნებოდით ნორმალურად. გადანაწილებით როცა ხდება, გაძლიერდება სახელმწიფო, გადანაწილებული აქვს და 5 რევოლუცია დაჭირდა ემა საფრანგეთს. გადაანაწილეს, ის საშუალო ფენა გახდა ძლიერი და ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა დღეს. და წამყვანი არის ევროპაში. იგივე არის ბელგია, იგივე არის ესპანეთი, იგივე არის იტალია, ლუქსემბურგი, იგივე არის სკანდინავიის ქვეყნები, ავიღოთ კაცო. ავიღოთ გეზი თუნდაც აივა სოციალიზმზე. მე მთლიანი სოციალიზმის მომხრე მანდამეც არა ვარ, აუცილებლად უნდა იყოს იქ კაპიტალისტური ესენი კერძო ბიზნესი აუცილებლად უნდა მოქმედებდეს, იმიტომ ადამიანს უნდა გააცნეს ისა მუხტი უნდა გქონდეს რა, რაღაც უნდა შექმნა რა. შენი რო არის იქ სხვა არის, მაგრამ ეს სოციალური ისა დაცული უნდა იყოს. აი შვედეთის მაგალითი ავიღოთ, ნორვეგიის მაგალითი ავიღოთ, ფინეთის მაგალითი ავიღოთ, შვეიცარია ავიღოთ, აი შვეიცარისკენ ავიღოთ კურსი. აი ამის შესახებ მოგძანდით, ჩემო მეგობრებო, უსაყვარლესო ადამიანებო, ვისაც სამშობლოსათვის შეგტკივართ გული, და ყველას უნდა შეგტკივოდეს ახლა ყველა ნორმალურ ადამიანს, სხვა გზა არ არის. სხვა გზა რო იყოს და რაღაცა მე ჩემი საქმე მაქვს, ხატოს და ზერტოს არაფერი არ მიჩვენია. ვიქნები სახში და ვიზდება. ხედავ აგე და გული მისკდება კაცო. ყოველ მეორე დღეს უარესი და უარესი მდგომარეობაში ჩდება მთელი ქვეყანას. და მთელი ერი. აბა ნახვამდის და შევიკრიბოთ 18 აპრილს შევიკრიბოთ 2 საათზე. აი ვინც მოისმენთ ამას ჩანაწერს, თუ თქვენ რაღაც გაგიჩნდებათ, კითხოთ და რაღაცა, შეგიძლიათ მოვწეროთ ჩემი მასე. აჩვენეთ სხვა ახლობლებს, მეგობრებს, რომ გავერთიანდეთ ლიანად ერთმუშტად შევიკრათ და დავსახოთ რა. დავსახოთ და ის ადამიანები მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, კაცო. ნორმალური ადამიანები, რომლებიც წაუძღვებიან ამ ქვეყანას. ამათმა ვერაფერი ვერ გააკეთეს. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.